თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. ჩვენი გადაცემები ალბათ კარგად მოგეხსენებათ, არის სამეფო კლუბის გადაცემებია, გადის კვირაში ერთხელ YouTube არხზე. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრები, მე გახლავართ სამეფო კლუბის წევრი და ბატონი გაიოს მამალაძე გახლავთ ამ საზოგადოების, ამ კლუბის სპიკერი გახლავთ. მე წევრი ვარ. დღეს არის საიუბილეო 100 გადაცემაა დღეს და დაემთხვა ძალიან კარგთა იმასა დღეს დაემთხვა, ამიტომ დღეს არის 31 დეკემბერია, არის აი ამ წლის 25 წლის 2025 წლის ბოლო დღე არის და მე მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს მიულოცოთ, მთელ საქართველოს მინდა მიულოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, მინდა გისურვოთ ყოველივე კარგი, მინდა ვუსურვოთ მთელს საქართველოს, ჩემს ქვეყანას მინდა მიულოცო მშვიდობა პირველ რიგში და მინდა მიულოცო გამთლიანება უპირველესად იმ ტერიტორიების დაბრუნება, რაც დავკარგეთ. მინდა მიულოცო ბედნიერება, ხვავი ბარაკა მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, მთელს ერს და არა მარტო ჩემს ერს და არა მარტო ჩემს ქვეყანას, მე მინდა მთელ მსოფლიოში იყოს შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. დღეს ჩვენ ყველას გვაწუხებს, როგორც საქართველოს, ისე როგორც თითოეულ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს აწუხებს უკრაინის ამბები, რომელიც ძალიან ტრაგიკულად წარემართა, ასე ვთქვათ და ღმერთმა ქნას, ესე იგი მშვიდობიერად დასრულებული იყოს ყველაფერი და ეს იქნება ძალიან დიდი საწი და ძალიან ბევრია დამოკიდებული უკრაინაში რა პროცესები და რა მოვლენები განვითარდება, ეს პირდაპირ აისახება ჩვენს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ესე იგი მომავალზე. დღევანდელი გადაცემა ჩვენ დღეს არ ვლაპარაკებთ გვარებზე, თუმცა გვარების თემა არის ძალიან აქტუალურია დღეს. შევა წინა გადაცემამ ესე იგი გამოიწვია ძალიან დიდი რეზონანსი მოგცა, ესე იგი საკმაოდ დიდი გამოხმაურებებია, ძალიან ბევრი წერილები მოგზის და 1-2 სიტყვით რო არ შევეხოთ ამ თემას, ეგეც მე მგონი არ შეიძლება ხო, იმიტომ რომ ვიღაცა უგუნურმა მე სხვა სიტყვით ვერ მიმართავ ისეთ ადამიანს. ერთი ძალიან ცნობილი ლექსია, მე მგონი იმისი რა ვქო მოხრამაჭავარიელსა ან ბოროტი მტერი არის, ან უგნური მოყვარეო, აი ეს ადამიანი ვინც ახლა ასეთ რაღაცებს აქვეყნებს, საერთოდ ან ბოროტი მტერი, ან უგნური მოყვარეა. 300-მდე ქართულ გვარზე წერს, რომ ეს არის არა ქართულიო, ეს არის მტრობა, ამაზე დიდი მტრობა არ შეიძლება. ეს არის უდიდესი მტრობაა, პირიქით კაცო, ჩვენ რა ვიცი, ეს ადამიანი, ხო მე იმ გადაცემაში ვამბობ რაღაც 800 წლის განმავლობაში, როცა ადამიანი შეთვის იბრძვის, ხვლით ხელში, არა მარტო ხვლით, როცა ხმალი არ ეჭირა, რაღაცას აშინებდა, თოხნიდა, რაღაცას ქმნიდა, კაცო. ასეთი ადამიანს როგორ შეიძლება არაქართველი უწოდო, კაცო? თან თავარი ის არის, რომ აქ გაყალბებულია, მაგალითად, როგორ შეიძლება ისეთი გვარები აქვს, ჩამოწევ იქელაძეები, მელიქიშვილები, რაღაცა ჯაფარიძეები, ალგონიშვილი როგორ შეიძლება არაქართველი იყოს? ეს რაოხრობა რამში ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი სხვათაშორის ამას აზიარებდა Facebook-ში და რაღაც ეგონა რომ ეს მართალი იყო და ეს ძალიან ცუდი მოვლენა ეს არის ჩვენი მტრობისაკენ მიმართული ნაბიჯი. არა მეგობრებო, პირიქით, ახლა ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი კლუბის წევრებიც არიან და ისედაც პირველი ურთიერთობა გვაქვს გენეტიკური კვლევის ცენტრი არის ეგეთი საქართველოში, რომელიც პირდაპირ გენეტიკა არის უტყუარი მეცნიერება, როგორც არის გეომეტრია და არითმეტიკა არის უტყუარი მეცნიერება და ზუსტი მეცნიერება, გენეტიკას ასეთივე ზუსტი მეცნიერება. გენეტიკა არასოდეს არ ტყუვის, არ შეიძლება გენეტიკა ესე იგი ტყუილი არასწორი ინფორმაცია მოგცეს რა, ახლა 46 ის უნდა რა ქვია ქრომოსომა ადამიანს ყველა მიცით და დაწყვილებულია 46
ანუ 23 ქრომოსომა 23 ქრომოსომიდან 22 ესე იგი სხვა რაღაცაა და 23 არის სხვა რაღაცა 23-დან ზუსტად ჩანს ის რასაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ კაცო ვისაც აინტერესებს თავიანთი გვარის გენეტიკური ესე იკვლევა შეგიძლიათ მიმართოთ ამ ორგანიზაციას და თავიდან პოროდი ყველაფერს დაგიდგენენ მე ჩვენ როგორც ვიცით და როგორც გამოკვლევება ჩვენის პასუხები ჰაპროლოგიური ვისაც უნდა რომ გვარის ისტორია უნდა მიმართოს ბატონ ლევანს გვარის ისტორიის გაგებასთან დაკავშირებით ესე იგი ისტორიის არქივებში ესე იგი ბატონ ლევანი მოიძიებს ყველა დოკუმენტს რაც კი არსებობს საქართველოში და არა მარტო საქართველოში და აი სულ მაწუხებდა ხოლმე ის რომ არის ესეთი დამოკიდებულება რომ ესე იგი ბევრი გვარით აი რაც სიყალბე ქვეყნებოდა და კიდე არის ბევრი ფიქრობს რომ აი ეს ქართველები არ არიან და ისინი ქართველები არ არიან და ესენი მოვიდნენ აი რაჟდენ პირველ მოწამე ჩვენ ვიცით რა რაჟდენ პირველ მოწამეს შვილები ყავდა თუ არა არ ვიცით მაგრამ ის იყო სპარსი წარმოშობით ქართველი მეფის ის იყო თანამებრძოლი და სპარსებმა ქრისტიანობის აღმსარებლობის გამო აწყდეს და ახლა იმის შვილები ქართველები როგორ შეიძლება არ იყვნენ 1500 წელი ემსახურებოდნენ ჩვენს ქვეყანას შეიძლება რაღაც სხვა დნმ-ით იყო მოსული მაგრამ ეს დნმ და მისი შთამომავლობა ქართველი გახდა ან დაუშვათ კვართის მომბრძანებლები ეს როგორ შეიძლება აი ელიოზის შვილები რა ეხლა რო არ დავსახელოთ არ შეიძლება ელიოზის შვილებმა გაგვიკეთეს აი რაც ჩვენ უფალმა ჩვენ გვაჩუქა თავის ერთადერთი არაფერი არ ქონდა მაცხოვარს ერთი ქონება ქონდა კვართი დასაცმელი მეტი არაფერი არ ქონდა სახლი არ ქონდა კარი არ ქონდა ისე ჩვენ გამოგვიგზავნა ეს გამოგზავნილი კვართის აი უდიდესი მადლი ებრაელს გამოატანა და იმ ებრაელმა მიიღო ქრისტიანობა მისმა შთამომავლობამ და ქართველები გახდნენ და იმაზე როგორ შეიძლება ვთქვათ რომ ისინი არ არიან ქართველი კვართი მოგვიბრძანეს ქვეყანაში საქართველოს აქციეს ქრისტიანობის ცენტრალურ ესე იგი ერთ-ერთ ცენტრალურ და უძველეს კერადი და ის მეტროპოლია და ის საქართველოს არის დღეს ფაქტობრივად ყველაზე მეტად ცნობილი იმით რომ კვართის ქვეყანა რა თქმა უნდა ბარა ჩვენი მეფეების გერბზე იყო და ჩვენი სახელმწიფოების გერბზე იყო კვართი რა თქმა უნდა ყველაზე უდიდესი სიწმინდე რაც ამ ქვეყნიურობაში ზოგადად კაცობრიობას ქონია განვითარებული კაცობრიობისთვის ქრისტედან ითვლება 2025 წელი ხო ის 1-2-3 წელი შეცდომები კი არის ეგ დაუშვათ ამ ათვლაში კალენდარში და ასე შემდეგ მაგრამ კაცობრიობის ძირითადი ნაწილი ქრისტეს უკავშირებს თავისი იმას კალენდარს რა თქმა უნდა და ამ ქრისტეს ანუ ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე არის საქართველოში და მისი მომბრძანებლები არიან შესანიშნავი ქართული გვარის წარმომადგენლები გედევანიშვილები და საიდანაც შემდეგ წამოვიდნენ ისინი გედევანიშვილები როგორ შეიძლება აი ამ ასეთ ადამიანს რა ქართველი უწოდო კაცო დამოკიდებულებაც არის ახლა გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა და ასევე აქვს დამოკიდებულება ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ადამიანი იყოს წარმოშობით ქართველი მაგრამ ქართველების წინააღმდეგ იბრძოდეს ჩვენ ესეთები ვიცით ორჯონიკიძე აი მარტივისა მაგალითი ორჯონიკიძე რომელიც სულ ხორცამდე გენეტიკურადაც და ესე რა კაი გვარის შვილი ხო ისტორიულად აზნაურების შვილი რა თქმა უნდა აბარა მისი წინაპრები იბრძოდნენ ხმლით ხელში იბრძოდნენ მისმა წინაპრებმა ესე იგი აზნაურობას მიაღწიეს ბრძოლით რა თქმა უნდა აბარა აზნაურობა და ის მოკლედ ანუ ესე იგი თავარი არის ადამიანის დამოკიდებულება თავისი სამშობლოსადმი რა თავარია სამშობლოდ შეიცნო ის ადგილი სადაც დაიბადე და სადაც გაიზარდე და სადაც შენ წინაპრების ახლა ებრაელებს მე რატოცე პატის 27 საუკუნეა აქ ცხოვრობენ ებრაელები და 27 საუკუნეა ებრაელს არასოდეს არ უღალატია არც არავის კაცო მე რამდენი მაგალითი ვიცი არც ებრაელებს და არც დავუშვათ ახლა ჩვენთვის კონკრეტულად ჩვენთვის კონკრეტულად არ უღალატია მეტი ესე იგი ქართულ ჯარშიც იბრძოდნენ და ქართულ ეკონომიკას ქმნიდნენ აბარა ეკონომიკა საერთოდ როგორ იყო რო იცოდეთ თქვენ ახლა ჩვენ ასაც ისტორიაში საკმაოდ ჩახედულები ვარ და ვიცით რომ ქართველი არ ვაჭრობდა ქართველისთვის ვაჭრობა მიუღებელი იყო ქართველს ასეთი გამოთქვაც იყო მიჩვენია თოხს მოგინდა ხელი ვიდრე ვივოჭრო ეს მე-19 საუკუნეზე ხდება ეს ამბები ხო და აღებიცემობა რომ სახელმწიფოებრიობა არ იქნება თუ სახელმწიფოში აღებიცემობა არ არის
და აღებიცემობა ესე იგი ამ შემთხვევაში ებრაელების უდიდესი ნაწილი ებრაელების და სომხების ხელში იყო. იმიტომაც იყო რომ სომხებს ესე იგი ძალიან ისეთი სასათბურე პირობები შეუქმნით ჩვენ ქართველებმა და კომპაქტურად ძალიან ბევრ ადგილზე დავასახლეთ ესენი რომ ესე იგი და უწყობდით ყველანაირად უწყობდით ხელს სომხებსაც და ებრაელებსაც რა თქმა უნდა და ხა როგორ შეიძლება ხა ეგეთ ხალხს ხელი კრა კაცო მე არ მესმის და რაღაც ახლა ამის გარდა კიდე მე მინდა ისე ვიმეორებ მაგას ახლა ძალიან ბევრი რაღაცა წერილები მომდის ისეთ გვარებს ბესტაშვილი და ბესტავაშვილი და რაღაც ისეთი გვარებია ოსები არ არიან კიდევ ერთხელ არგუმენტები მომიყვანო ერთმა ვიღაც ქალბატონმა მომწერა და მე პასუხი სხვა მაგას გადასარევი პასუხი კაცო რა არგუმენტები გინდა ამას ესე იგი იმ ადგილზე სადაც ახლა სამხრეთ ოსეთია და ცოტა უფრო ზევით კიდე ჩრდილოეთისკენ ის დვალეთი იყო რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა ჩვენ იყო თავიდან დვალეთი იყო ქართული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი კერა რა თქმა უნდა დვალი მწერლები და გადამწერლები იყვნენ უდიდესი მოღვაწეები და წმინდანები ნიკოლოზ დვალი და ახალი და ესე იგი ხო და როგორ შეიძლება ეხა ხდება რომ ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება ენა შეიცვალოს მაგრამ თანამედროვეობის ეს დაახლოებით რას მაგონებს იცით რომ რუსთველიო ქართველი არ იყო რო ამბობენ ვიღაც კაცო ქართულად წერდა ქართულად ფიქრობდა ქართულად აზროვნებდა საქართველოს ემსახურებოდა და ვიღაცამ რომ მითხას რომ არ იყო ქართველი დაახლოებით ესეთი რაღაცა ადამიანი რომელიც ქართულად აზროვნებს და ქართულად საუბრობს და სხვა ენა მას არ აქვს ხო და უნდა რომ იყოს ქართველი მე ვერანაირად ვერ ვიყო ქართველი არ არის გინდაც არ იყვნენ ქართველები ახლა ეს ხალხი ვისაც ჩვენ ხარ ლაპარაკობთ 100 წელს შეიძლება მისი papa არ ყოფილიყო ქართველი მაგრამ ქართველობს კიდევ ამბობ აი ესე იგი რაშდენ პირველ მოწამეს სპეციალურად ვახსენე რაშდენ პირველ მოწამეს ყავს შთამომავლები ალბათ საქართველოში გარდა ამისა ვახტანგ გორგასლის და მირიანის სპარსელი თანა მებრძოლებს გაქართველებულებს და გაქრისტიანებულებს ყავთ შთამომავლები დღეს საქართველოში და ისინი ქართველები როგორ შეიძლება არ იყო დავით აღმაშენებლის ყიფჩაღების დიდი ნაწილი უკან წავიდა მაგრამ დარჩა ნაწილი ხო დარჩა პატარა ნაწილი დარჩა და ისინი გაქართველდნენ და მე კიდე ესე იგი დაახლოებით ეხლა თან თავარი რა არის ვისაც საქართველოსთვის ბრძოლა უნდა და ვისაც უნდა რომ საქართველოს კიდევ ალბათ მოელის სამწუხაროდ ბრძოლები და ომები შეიძლება ავტომატებით და ასე ვთქვათ ის შეიარაღები და თუ არა და პოლიტიკური ომები მოელის და ვიც ჩვენ მხარეს არის იმას ხელი არანაირად არ უნდა ვკრათ ისინი ჩვენები არიან რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ აი დავით აღმაშენებელმა დიდი საქართველოს შექმნა ქართველებით ძირითადად თუმცა ოსების სომხებისა და ყიფჩაღების დახმარებით ეს არის დიდი პოლიტიკა რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის უნდა ვიღწოდეთ აი ხა კიდე არის ერთი საკითხი ბატონო ლევან რომ აი ხა დღეს ცოტა უნდა გამკაცებდეს საქართველოში მიგრანტების შემოსვლის შესახებ კანონი რა მოქალაქეობის მიღებისა და ესე იგი მინანტრობის მიღების ეს აუცილებლად უნდა გამკაცდეს კი ბატონო ვინც ვართ ეს სავსებით საკმარისია საქართველოში ჩვენ ქართველები უნდა გავმრავლდეთ და ჩვენით უნდა დავიკავოთ ყველა აუთვისებელი ყანა და აუთვისებელი ტერიტორია ჯერ კიდევ რაც სამწუხაროდ ბოლო ხანს შეიქმნა საქართველოში და გარდა ამისა აი გვარებთან დაკავშირებით ბევრს აქვს ამაყობთ რა რომ აი ვიყავით თუ არა ჩვენ დაუშვათ აზნაურები თავადები და რაღაცა და ბატონ ლევანს ერთ-ერთ გადაცემაში აქვს ნათქვამი ესეთი რაღაცა რომ ვინც ქმნიდა ამ პროდუქტს და იმას და 500 ვაზის ჯიში ვინც გამოიყვანა 540 რა თავადებს არ გამოიყვანეთ 500 რა თქმა უნდა მაგრამ ალბათ ისინიც იღებენ ხა რა თქმა უნდა მონაწილეობას მეცნიერული თვალსაზრისით მაგრამ ძირითადი ნაწილი იყოს შრომელი კაცი და საქართველოში ერთი ძალიან ცდარი დამოკიდებულებაა რომ თითქოს გლეხები არ მიყავდათ ომში ეს არის ტყუილი საქართველოში ომები იყო მუდმივად და მუდმივად ძირითადად იყო პარტიზანული ომი არა მარტო გლეხები არამედ ქალები და პატარა ბავშვებიც კი მეომრები იყვნენ კი ბატონო საქართველოში ეს რომ საქართველოში გლეხი არ იბრძოდა ეს არის ტყუილი მე-17 საუკუნემდე ჯერ ერთი სანამ მოხდებოდა საქართველოში დაუშვათ პატრონყმობის პერიოდში ყველა ბრძოლა იბრძოდა შემდეგ დაყმევების პერიოდის დროიდან ყმებიც იბრძოდნენ და მათ შორის ბოგანო შეურაცხყოფილი სიტყვათ რო ითვლება ბოგანო არ მქონელია
ბოგანოვარი არ ქონე, რომელსაც თავის საკუთარი მიწა არ შუბისა და გააჩნია. მშვილდისრის მეტი. ის ვალდებულება, რაც მას ჰქონდა, ესე იგი სახელმწიფოსადმი თავისი მაგას ვასალიტეტი. ფეოდალისადმი, ხო? ესე იგი რაღაცით ხონდა ეს ომით და ესე იგი თავისი მარჯვენით იხდიდა ამ ყველაფერს და სამშობლოს ბატონო გაიოს მინდა მოგახსენოთ ერთი რაღაცა რომ აი ბოგანოებიდან რომლებიც იბრძოდნენ ძალიან ბევრი შემდეგ აზნაური ხდებოდა ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს კი რა თქმა უნდა ხო და ეს ბოგანო ლუკმაპო შოულობდა იმით რომ შუბი ეკავა ხელში ხმალი ეკავა ხელში და სამშობლოსთვის იბრძოდა კი ბატონო შეიძლება ყანა არ ქონდა არ ქონდა უკანონო მაგრამ ღატაკი იყო მაგრამ სამაგიეროს შემოსავალს ოჯახს არჩენდა მას თავადი და მეფე ამ ოჯახის ჩემის საშუალებას აძლევდა ომით ომი კიდე მუდმივად ქონდა მაგალითად ძალიან ბევრი ისინი გვაქვს აი შუბით დაუშვათ გადიოდა დაუშვათ კომლიდან სამი კაცი შუბით იმითი ხმლით და ესეთი ისრით ეხლა მე წყაროებში ვიპოვე ერთი ირემა მამალაძე რომელიც იძულებული გახდა და გურიაში ცხოვრობენ ხო მამალაძეები და ნუ დღევანდელი შავშეთის და იმის ტერიტორიაზე და იძულებული გახდა რომ ხიზანი იყო და ის რა ქვია სახლი კარი არ ქონდა და ეს შიდა ქართლში იბრძოდა ლუკმაპო შოულობდა ბრძოლით ხო და ნუ მოკლედ ესეთი დამოკიდებულება რომ აი ის მემამულე ვიყავი და მაგრები ვიყავ ხო რა თქმა უნდა ესე იგი მამულს ვინც ემსახურებოდა მემამულე იქნებოდა თუ შრომელი იქნებოდა ყველა საქართველოს ზურგი აი ომში მარტო მეომარი არ არის მთავარი ზურგიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ იმ მეომარს უნდა ჭამა სმა და ასევე უნდა ტანსაცმლის შეკერვა უნდა და ასე შემდეგ რა ჩვენ ისიც ვიცით რომ თვითონ თამარ მეფეც კი კერავდა იმას და ქსოვდა ტანსაცმლის ეს შრომა არასოდეს ჩვენ ისეთი სახელმწიფო ვართ აი რომ ახლა ისტორიას რომ გადავხედოთ მე არ მახსენდება 30 წლიანი მშვიდობა საქართველოში არ ყოფილა იშვიათი იყო ძალიან რაღაც აუშვათ თამარის დროს იყო რაღაც ისინი მომენტები და მაშინაც არ იყო მშვიდობა როგორ იყო რომ უზარმაზარი არმიები მოდიოდა და დაგვემარცხებინა ხო იქ თორე არ ყოფილა და წამოდგენ ამ 30 წლიანი ესე იგი სულ არ ქონია ჩვენ ანუ სულ ომებში ვიყავით ამ ომებში ახლა ომს დიდი მუცელი აქვს ომს და ომს ისე არ არის რომ ახლა დაუშვათ მარტო ხმლის ქნება და დაუშვათ სქერის ჭენება არ არის იმას უკან ზურგი უნდა ქონდეს დიდი ზურგი და აი ამ დიდ ზურგს სწორედ ის გლეხთა ფენა ქმნიდა კაცო ის გლეხთა ფენა რო არ ყოფილიყო ისეთი როგორიც იყო საქართველოს აქამდე აღარ იქნებოდა საერთოდ რა ამის გარდა კიდე მინდა მე ხშირად ვლაპარაკობ ამას და აი საქართველოს ახლა დღესაც ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად ხონდა რაღაც საუბარი ხონდა ბატონო გაიოს და ესე იგი აი მე შორსა ვარ მიყვარს მითოლოგია რა თქმა უნდა ყველას მიყვარს და მიყვარს მითოლოგია მაგრამ როცა ისტორიაზე მიდგება საქმე ისტორიაში მშრალი ფაქტები უყვარს და ისტორიაში მშრალი ფაქტები უნდა იყოს ნამდვილად რა და ესე იგი ეს მითოლოგია ცოტა ისეთი რაღაც არის მითოლოგია არის შეიძლება დამახინჯებულად მოჩვენამდე იმიტომ რომ ადამიანის ბუნება ესა ადამიანი ზღაპრულად გვაწოდეს ყოველთვის რაღაცას ამატებს ზღაპრულად ხო ზღაპრული რაღაცებს მატებს და რაღაცა თავისი ფანტაზიის ნაყოფი და ამიტომ ისტორიის დაყრდნობა მითოლოგიაზე არის არასწორი მაგრამ ვისაც ფაქტია და რაც არქეოლოგიურად არის ესე იგი დადასტურებული და რაც წერილობით წყაროებში არის დაფიქსირებული ისტორია ეს არის სწორედ რა და ისტორია ჩვენ გვეუბნება რომ ესე იგი აგერ აღმოაჩინეს 8000 წლის წინანდელი ესე იგი ქვევრი აღმოაჩინეს კაცო ანუ 8000 წლის წინ ჩვენ ესე იგი ღვინო მოვყავდა ეს ისაც დადასტურებული ფაქტი იყო და 2000 ჯიში არსებობს სოფლიოში ენდემური ჯიში ენდემური რას ნიშნავს ენდემური ნიშნავს ადგილობრივი ჯიში საიდანაც შემდეგ ესე იგი წამოვიდა სხვადასხვა სახეობის ესე იგი ისინი ჯიშები ანუ 2000 ჯიშიდან 540 არის ქართული ჯიში აკაც ვაზის 12 კერა არსებობს სოფლიოში ხორბლის 12 კერა და აქედან საქართველოს აკაც ერთ-ერთი არის საქართველოს რო აი ენდემური ჯიში დაბატიეთ რა აი 5 ენდემური ჯიში გვაქვს უნიკალური ჯიშები გვაქვს იმისი ხორბლის აი საიდანაც შემდეგ ესე იგი აი უცხოელები ასე თქვა ნადირობენ ამ ჩვენს იმაზე იმიტომ რომ ისეთი უნიკალური და ის არის საქმე მაგას მნიშვნელობის ეს მაკა მახა დიკა ზანდური დოლისპური და ჩელტა ეს 5 ჯიშია რომლისგანაც ესე იგი შეიძლება არაჩვეულებრივი სახეობები ესე იგი ხორბლის
ჯიჟები მივიღოთ კაცო და ამაზე მართლა ნადირობენ ესე იგი თელი სოფლიო ნადირობს ამ 5 ჯიჟზე. ანუ ძველი ტექნოლოგიების მშრომელები გამომყვანები, აი დღეს ხო ტექნოლოგიები უმთავრესია, რომ ტექნოლოგია დღეს არის სელექცია ის ტექნოლოგია იყო, ის მეცნიერება იყო, ის განვითარებდა, ამას აკეთებდა ქართველი გლეხკაცი, ქართველი ეს კაცი, მშრომელი ადამიანი და ერთი პატარა რაღაც მინდა ვთქვა. მე როგორც უყურებ ამ საკითხს. საერთოდ ესეთი დამოკიდებულება, რომ ესე იგი გლეხი და აზნაური, გლეხი დამოკიდებულია აზნაურზე, მაგრამ აზნაურის დამოკიდებულია თავაზე და თავადი დამოკიდებული არის მეფეზე და მეფის ხმარი თავადი და ასე შემდეგ და ვასალია და ასე შემდეგ და მეფე არის ღვთის ვასალი და სუზერენია სახელმწიფოსი. ესეთი დამოკიდებულება ადრე იყო და დაუშვათ გლეხებიც იბრძოდნენ როგორც გითხარით ის ბრძოლებშიც და ეს ისედაც რა ქვია ფარულომებშიც როგორც მოგახსენეთ, ასევე აზნაურები რაღაც პატარა ისინი ან დიდი ოფიცრები იყვნენ, თავადების ოფიცრები იყვნენ და ისე ითვლება, რომ აზნაური ნიშნავს თავისუფალს და გლეხი დამოკიდებულს. მაგრამ თანამედროვე სამყარო მე შეცვალა. და მე მინდა თქვა ესეთი რაღაცა, რომ დღეს უკვე თანამედროვე საქართველოში ყველა ქართველი, საქართველოს ყველა მოქალაქე არის თავისუფალი, ანუ საქართველოს ყველა მოქალაქე არის აზნაური. ისტორიული აზნაურის შთამომავლებს არავინ არაფერს არ უკარგავს. შესანიშნავი გვარებია, თავადური გვარები, აზნაურული გვარები, რა თქმა უნდა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ყველა თანაბარია. და ყველას შეუძლია გახდეს გმირი, ყველას შეუძლია გახდეს ოფიცერი, გენერალი, მაგალითად აი ჩვენ ვხედავთ თანამედროვე საქართველოში, რომ აი ჩვენ გვაბრალებენ ხოლმე, რომ გინდათო მონარქიის აღდგენაო და ამაზე მინდოდა სწორედ ეხლა რომ რაღაცო იერარქიის არანაირი იერარქიის აღდგენა ჩვენ არ გვინდა, იერარქია საქართველოს არ სჭირდება, ეს იქნება ჰორიზონტალური მონარქია, მონარქი იქნება ხალხის მსახური, ესე იგი ხალხის ერთიანობის სიმბოლო და დანარჩენი ყველა თანამედროვე. ეხლა ანწუხელიძეების წინაპრები თავადები არ ყოფილან, მაგრამ ანწუხელიძე შეასრულა ის როლი, რა როლსაც ყოველთვის ასრულებდა მებრძოლი საქართველოში, ხო? შარტავას და რა ვიცი, ნებისმიერი, კი, რასაკვირველი. ხო და აქედან გამომდინარე, თვითონ არის ესეთი გადმოცემა, როდესაც განაწილდა ეს ქრისტიანობის გასავრცელებელი ადგილები მოციქულთა შორის, რომელსაც ესწრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სულიწმინდის გარდამოსვლისას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გასანათლებლად ერგო იბერია, საქართველო. და მე გამოეცხადა მას მაცხოვარი მისი ძე, ჩვენი უფალი და უთხრა, შენ უწახვალო, ანდრია გააგზავნეო, შენს მაგივრათო და ესე იგი მეო ამ ერს ასე ამბობს უფალი ამ განმცემაში, რომ არა უგულებელო ყო ერი იგი საზეპურო. საზეპურო ნიშნავს აზნაურულს, თავადურს და განსაკუთრებულს, გამორჩეულს. ანუ მაცხოვრის მიერ ესე იგი ჩვენი ხალხი გამოცხადებული არის საზეპუროდ, ანუ თავადურელად, ანუ ერთა შორის საუკეთესო, ერთა შორის გამორჩეული. და გამორჩეული ერის შვილები ვართ ჩვენ და ამიტომ გამორჩეული არის ყველა ქართველი, რომელიც საქართველოს ინტერესებისთვის იღწვის. თუ გადავა დაუშვათ ოკუპანტი რუსების მხარეს და თუ გადავა დაუშვათ ესე იგი საქართველოს მოწინააღმდეგეების მხარეს, ესეთი ძალიან ბევრი ყავს საქართველოს, მაშინ ხა ეს სხვა საკითხია, ის კარგავს აზნაურობას მე თუ ვკითხავ. რა თქმა უნდა, კი, არის იყო ეგეთი მომენტები, კაცო, მარტო ის არის, რომ დაუშვათ აღზევება ხდებოდა, დაკნინება ხდებოდა და ძალიან ხშირი იყო ეგისა. ეგ შემთხვევა, მაგრამ მე ერთ რაღაცას ისე მომეწონა და სიამაყით ავისე რამოდენიმე წლის წინ, როცა ესე იგი აი სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ მე თავადაზნაურთა გვარებს სწავლობდი უფრო ეხლა უკვე გადავედი სხვა გვარებზეც და ეხლა ჩეთვისულეთია თავადის და აზნაურის და გლეხის ყველა სწავლობ ეხლა და ყველა მინდა რომ ესე იგი მოგასწორდოთ თითოეულ თქვენგანს და წავაწყდი ესეთ რაღაცას, ესე იგი რუსეთის ჰერალდიის დეპარტამენტი არის ესეთი მესამე განყოფილება, რომ აზნაურთა განყოფილება, თავადაზნაურთა განყოფილება და მან ვეძებდი ქართულ გვარებს და გადავაწყდი ასეთ იმას, განყოფილება ესეთი, აი ვისაც ჩამოართვეს ტიტულები ჩამოართვეს.
ძალიან ბევრი ვეძები 1800 პირველი წლიდან 1917 წლამდე გადავქექე მთელისა და მხოლოდ და მხოლოდ სამ ქართველს ესე იგი ჩამოართვეს აზნაურის თავად აზნაურის ტიტული. ამ დროს რამე ხა რატო ლაპარაკობ ამას? საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თემ სოფლიოში. აი ევროპას იმას საფრანგეთს მოსახლეობის 2% ყავდა თავად აზნაური. რუსებს ყავს 3-დან 4%-მდე ყავს. ესე ბესარაბიას ყავდა 3-დან 7%-მდე. პოლონეთს ყავდა 8 და 9%-მდე და საქართველოში 11-12% იყო თავად აზნაური. ანუ ყველა ქართველი ცდილობდა ესე იგი იმდენად გამოიჩინა თავი, ესე იგი ძალიან ხშირად ხდებოდნენ აზნაურები და თავადები, მაგრამ იმდენად ისინი იყვნენ, პატიმოყვარეობა არა, უფრო ეს არის თავმოყვარეები იყვნენ, რომ ყველა ცდილობდა არ დაეკარგა, მე თავით აზნაურობა. ხოდახო სამი გვარია, რომელსაც დაკარგეს მთელი 17 წლის განმავლობაში, 3 გვარი ვნახე, რომელსაც ისიც ოჯახი უფრო იქნება ვიდრე გვარი. 3 გვარის წარმომადგენელი. ხო, 3 გვარის წარმომადგენელი. ეხლა თან აზნაურობას რომ მიაღწევდა, ეს რას ნიშნავდა? რომ როგორც თქვით, ოფიცრობას დაწინაურებულ მეომრობას, ანუ რიგითი მეომარი კი არ იყო ჩვეულებრივი შუბოსანი. ანუ რამოდენიმე ათეულს, 20-ს, 100-ს მართავდა ეს აზნაური. აგროვებდა, მიყავდა ჯარში, მათი ესე იგი პასუხისგებელი იყო მათ შენახვაზე, ასე თქვათ, მათ ის შეიარაღებაზე და მათ ბრძოლაზე. და ესეთი დამოკიდებულება ჩვენს ქართველებში მუდმივად იყო, რომ ჩვენ ყველანი ვართ, ჩვენი ქვეყნის შვილები, მიუხედავად ჩვენი წინაპრების სოციალური მდგომარეობისა და ეხლაც ისე რომ გაგრძელდეს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თავისთავად აზნაურია, როგორც იმ გაგებით, რომ თავისუფალია და შეუძლია გახდეს ოფიცერიც, გენერალიც და გმირიც. კი ბატონო, ეს დღევანდელი პრობლემები, რომ ხა ეს მაგას ლაპარაკი რაღაც წოდებები ჩვენ გვინდა მონარქიის აღდგენა საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იქნება თანამედროვე საპარლამენტო სახალხო მონარქიის სახე და იქ წოდებებზე არ იქნება ლაპარაკი, იმიტომ რომ ეხა დაუშვათ რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და ვიღაცებმა რომ თქვან, ეხა ჩვენ უნდა გავხდეთ ზედაფენა, ამას ვინ მისცემს? ვიღაცამ მომწერა ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ჩვენ წავიყვარეთ ამ იმაზე, რა ქვია, მონარქიაზე. მომწერა რომ ეხლა მოზამბიკ საუკუნეში ბრიტანეთში ბატონყმობა ბრიტანეთში ხა წამოვიდგინე ვიღაცა ან ბელგიაში ხო ბელგიაში და რო იყოს ესპანეთში წამოვიდგინე რა დროს ბატონყმობაზეა ლაპარაკი აქ არის სახელმწიფოების წყობაზეა ლაპარაკი რომელიც აბა დაუკვირდით თქვენ ის 12 სახელმწიფო რომელიც ესე იგი ევროპაშია და კიდაც არა ევროპაში და კიდაც იაპონია ვიღოთ კაცო სადაც მონარქია არის კონსტიტუციური მონარქია ყველა არის წამყვანი სახელმწიფოებია ყველაზე უკეთესებია ხო საინტერესო ეხლა საინტერესო ის არის მე არავის არ ვაკრიტიკე და არავისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოთქმა არ მინდა მაგრამ სააკაშვილი იყო სააკაშვილის მომხრეთა პრეზიდენტი და სააკაშვილის მოწინააღმდეგეებისათვის მიუღებელი პიროვნება მე ასე იყო დაუშვათ დღევანდელი პრეზიდენტი ზოგს მოსწონს იმიტომ რომ ესე იგი მისი მომხრეა ზოგს არ მოსწონს მაგრამ მხარეა მეფე მხარე არის მეფეს არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება საჯაროდ შეიძლება წავიდეს და ხმაჩა ის ბიულეტენი არავის საკუთრება არ არის არა აქვს უფლება არც მონარქისტულ ევროპულ ქვეყანაში მეფეს არ აქვს უფლება გამოვიდეს და თქვას ამას მიეცით ხმა ამას არ მისცეთ ხმა ეს კარგი კაცია ეს ცუდი პოლიტიკოსია იმიტომ რომ ხალხს არჩევანის უფლებას ვერ წაართმევს და მათზე ზემოქმედების ესე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უფლება არ აქვს. არ აქვს უფლება დანიშნოს მინისტრები. ამგვარად კორუფციისგან სრულიად თავისუფალია რა. ეხლა დღეს მინისტრები რო დაიჭერეს, რა საოცარ, რა საშინელებაა რა ესეთი დამოკიდებულება როგორ შეიძლება რომ მინისტრმა ფული აკეთოს რა. მინისტრი უნდა ემსახურებოდეს ესე იგი შვილსაც კი ვერ უნდა ხედავს დილას ომიდი საჟელი ჩემი აზრით ეს თანამდებობა უნდა იყოს საჟელი თანამდებობა ეს არის ვალდებულება უპირველესად არის ვალდებულება აბა მსახურება სხვათა შორის იყო ესეთი რაღაცა ბიზნესი კი არ არის კაცო ბიზნეს თუ კიდე წადი ბიზნესში აკეთებ ფული მაგრამ იაპონიაში სამეფო ოჯახში შევიდა ქალბატონი ხა და დღევანდელი ესე დედოფალი
და პირველ წლის მერე სტრესი დაემართა. იმდენად ბევრი, ესე იგი დილას ესე არ უნდა დაჯდეს, ისე ფეხზე არ უნდა გადაიდოს, ესე იგი ეთიკა უნდა დაიწყოს და ვარცხნილობა ესეთი უნდა ქონდეს, ჩაცმა ესეთი უნდა ქონდეს, გამართული სალიტერატურო ენით უნდა საუბრობდეს, მუდმივად ესე იგი ფორმაში უნდა იყოს, მუდმივად უნდა უღიმოდეს ადამიანებს, არა აქვს უფლება რომ ვიღაცას რაღაცა ცუდად უთხრას და ასე შემდეგ, სტრესი ქონდა მას. ამ ესეთი დაძაბული ცხოვრების მერე მიეჩვია. ეს არის ვალდებულება, ნებისმიერი თანამდებობა და მათ შორის ჩვენი პროექტით საქართველოში როცა აღდგება მეფობა იქნება თანამდებობა. რომელიც მიიღებს ხელფასს და ეხლა იმას დაუშვათ არავით არის ის ვიღაცეები რო ცხენოსნები იქნებიან მისი და ესე იგი ბიუჯეტის ხარჯზე იცხოვრებენ, ესეთი რამე არ იქნება, გამორიცხულია რა. და ძალიან საინტერესო ის არის რომ ესპანეთის მეფემ გადაარჩინა რამდენიმე წლის წინ რო იყო კრიზისი დაშლისგან ესპანეთი, კატალონიის. რო ჩავიდა ესპანეთის მეფე ძალიან უყვართ კატალონიაში. ეხლა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა მონარქისტებთან ევროპაში და სხვადასხვა არა მარტო ევროპაში და იქ ხდება ესეთი რაღაცა, რომ შოტლანდიელებს ერთიანი სამეფოს, გაერთიანებული სამეფოს მეფე ძალიან უყვართ დიდ ნაწილს რა. შოტლანდიელებს, რომლებიც სხვა ერია განსხვავებით ბრიტანეთისგან და კატალონიელებში ძალიან ბევრი მომხრე ყავს და ის თაყვანისმცემელი ყავს დღევანდელ ესპანეთის მეფეს. ამგვარად ეხა ჩვენი მეფეც იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელი და მათი უფლებების დამცველის და ეროვნების და საქმრების ერთი საკითხი მინდოდა კიდევ რა, წეგან თქვენ ბრძანეთ რომ ბატონმა ლევანმა ბრძანა უკრაინის ომი და კიდე სხვა ომებიც არის ეს მსოფლიოში და მოსალოდნელია და მე მინდა უსურო უკრაინულ ჯარს გამარჯვება, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გჭირდება და სამართლიანობაზე ძალიან გჭირდება, იმიტომ რომ სხვა ქვეყანა როგორც არ უნდა იყოს, ასე იყოს თუ ისე დეიურე სახელმწიფოს როცა შეუტევს, დეიურე სახელმწიფომ თუ დაკარგა ტერიტორიები და ეს დეიურე ან დე-ფაქტო თუ გაფორმდა, ჩვენ გვაქვს პრობლემა აფხაზეთში და ჩრდილო ქართლში. ამგვარად ჩვენი ინტერესი არის ამ ჯარის უკრაინის ჯარის გამარჯვება. ესენი კარგები არიან, ცუდები არიან, სამართლიანი ეს თავარი არის საქართველოს ინტერესი. კი ბატონო, არსებობს დამოკიდებულება ესეთი, მე ესეთი დამოკიდებულება ვისვა რა. თუ საქართველო არ მენახოს თავისუფალი დემტრად ქცეული შემეყაროს მთელი სამყარო. ეს ეხლა რა თქმა უნდა პოეტის მიერ ნათქვამი გადაჭარბებული შედარება. მაგრამ დამოკიდებულება ესეთი. არა, ესე იგი ინტერესი. საქართველოს ინტერესი გრიგოლ აბაშიძესაც აქვს ეხლა. არა მარტო სიმონიკა ბერეჟიას ქონდა ესეთი, დაახლოებით ეს სიტყვები გრიგოლ აბაშიძესაც ქონდა. ძალიან დიდი მწერა სხვათა შორის. და დამოკიდებულება საქართველოს ინტერესი არის რომ ტერიტორიული მთლიანობების დარღვევა არ იყოს დაშვებული მსოფლიოში. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გჭირდება არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და მე ესე იგი მადლობას მოვახსენებ ყველას ვინც უყურებდა ჩვენს გადაცემებს, ბატონ ლევანის გადაცემებს, ზოგადად სამეფო კლუბის გადაცემებს, შესანიშნავ გადაცემებს მონარქიაზეც, ემაზეც რა ქვია, გვარებზე განსაკუთრებით ყველას ვინც მხარი დაგუჭირა 2025 წელს და წინა წლებში და მინდა მიულოცო ესე იგი დამდეგი 2026 წელი ჩვენს ხალხს, ჩვენს გვარებს, ჩემს მოგვარეებს, თქვენს მოგვარეებს, რასაოცრება რომ დედის მოგვარეები, ჩემს მოგვარეებზე ნაკლებად არ მიყვარს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე კობახიძეებში ვარ გაზრდილი და შემიძლია ვთქვა რომ ესე იგი რა ქვია აი ეს სწორედ ეს პატარა ისინი რა, აი ნადვისხის აუცილებელი ესე ატრიბუტი კობახიძის გაკეთებულია, მოფიქრებულია მსოფლიოს მისცა. მსოფლიოს აჩუქა ბავშვებს, აჩუქა აი ეს. ახლა სიამაღლის რომით მისცემ ხოლმე ხანდახან ეს რა თქმა უნდა. ხო და ამ ბებია ჩემის ესე იგი აქით არჩვაძეები, იქით ეს თოდრიები, მათი გვარები, ჩემი დიდი ბებიების გვარები, ის სანიკიძეები და სხვები. ჩვენთვის ისეთივე ძვირფასი და ყველა ქართულის დამოკიდებულება ესეთია და ყველა ჩვენ ქართულ გვარს საქართველოში მცხოვრებ ყოველ ქართველს და მოქალაქეს მიულოცოთ
რა თქმა უნდა მათ გვარებს რა თქმა უნდა დალოცული ყოფილიყო ყველა დამდეგი 2020 და აი ეს ხო რა თქმა უნდა მე ვიტყვი ნამდვილად ყველას გილოცავთ ჩემს მსმენელებს მაყურებლებს და არ მაყურებლებს არიან მე მინდა ჩვენთვის უпростоრად ეს ძალიან რთული გასარკვევია და ჩვენ ნამდვილად მართლა ასე რასაც ახლა ვლაპარაკობ ჩვენ მართლა ასე ვფიქრობთ რომ საქართველოში გენეტიკური ქართველი მარტო გენეტიკური ქართველის კი არ უნდა ასე პატივი იმ ქართველს რომელიც არ არის გენეტიკურად ქართველი მაგრამ საქართველოსთვის რაღაცა გაუკეთებია და რაღაცას აკეთებს მე პირველ რიგში იმათ მინდა მიულოცო დღევანდელი დღე და დამდეგი ახალი წელი მინდა მიულოცო და ეს ყველა ქართველს და ყველა ესე იგი საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს მინდა ესე იგი დალუცულები და ერთიანი და კარგი და ძლიერი საქართველო აგვეშენებინოს ჩვენი ოცნება არის ეს სწორედ ეს არის ჩვენი ოცნება და ჩვენი გადაცემები სწორედ ახლა აი ეს ბატონი მისოქია გაიოზის ის იყო რა ქვია მაგას ეს იდეა საერთოდ ეს ტელევიზია დაარსებულიყო და ამ ტელევიზიაში მე ხვდა წილად პატივი რომ ესე იგი წამოყვანა ეს გადაცემები და საკმაოდ ალბათ კარგად იმიტომ ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ამ ყველაფერზე ეს ვიხარია იმიტომ რომ თორმე ადამიანებს აინტერესებს თავისი გვარი გადაცემები ახლა ჩვენ გავაკეთეთ TikTok-ის გვერდი გავაკეთეთ და იქ რაღაც გვარებზე ვყვებით ისა და საოცარი ეს გავაკეთეს რაღაც 1 თვის წინ ალბათ თვენახევრის წინ და ამ თვენახევარში 1 მილიონი ის აქვს ნახო ყოველდღიურად 1200-1500 ის მომდის აქია მაგას წერილი მომდის ზოგი მადლობას გვეუბნება და ზოგი გთხოვს თავისი გვარის და თავისი ვინაობის გარყვა აქვს საერთოდ და ეს არის დიდი ბედნიერება ესე იგი ჩვენ ვფიქრობთ ამას რომ ჩვენ რასაც ესე იგი ჩვენთვის მარტო ახლა ეს კი არის ახლა მაპატიებს ალბათ ბატონი გაიოზი დავასწრებ იმას რაც უნდა ეთქვა უბრალოდ დავიწყებ და მე ალბათ ბატონი გაიოზი გააგრძელებს ახლა ეს კი არის საავტორო გადაცემის ავტორი მე ვარ მაგრამ ეს გადაცემა ეკუთვნის სამეფო კლუბს და სამეფო კლუბმა ამ წელს ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა და ძალიან ისეთი ქმედითი რაღაც ისინი ღონისძიებები გავაკეთეთ რომელიც მარტო რაღაცა ვიწრო რაღაც პარტიული და ვიწრო პარტია კლუბური ის კი არ იყო გასტა და საქართველოსაც კი გასტა და საერთაშორისო რაღაც ამაზე გავედით ასე თქვა ჩვენ წელს ჯერ დავაარსეთ მედალი დავაარსეთ საქართველოს სამეფო კლუბის ღირსების მედალი დავაარსეთ და ამ მედლის პირველი ესე თქვა პრობელი გახდა ჩვენთვის ყველაზე უფრო საყვარელი და არა მარტო ჩვენთვის სოფლიო დონის და უდიდესი მუსიკოსი იან გილანი გახდა ამის პრობელი რომელიც ამბობს რომ საქართველოს ჩემი სულიერი სამშობლოა დიახ ეს ჩვენ ქართულობას ვავრცელებთ ეს იყო ძალიან დიდი რაღაცა რაც გააკეთა ესე იგი სამეფო კლუბმა და მინდა ბატონი გაიოზი 1-2 სიტყვათ გვეტყვის ამ ყველაფერზე ასე ვთქვათ ახლა ცოტა ხუმრობითაც მინდა ვთქვა მე ვფიქრობ რომ ქართულ კულტურას აქვს ის საშუალება რომ გავცელდეს და მთელ მსოფლიოში გავიდეს ჩვენს მუსიკას ჩვენს ეკვებს და ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენს ტოლერანტიზმს და ჩვენს სიყვარულს სხვა ერებისადმი ეს იგრძნო იანგილანმა ეს იგრძნო რონალდ მაგნუმმა ამერიკის გენერალმა რომელმაც მართლმადიდებლობა მიიღო და იოანე დაირქვა ესეც ესე იგი სამეფო კლუბის დიდი დამსახურებაა. არა, სამეფო კლუბის საპატიო წევრია. ჩვენ მე დაუკავშირდი და მეგობრობთ მასთან. და ისიც ნუ ამერიკელი კაცია და ფიქრობს რომ საქართველოს მონარქიის აღდგენა კარგი იქნება. კი ბატონო. ხო და ჩვენ ვფიქრობთ რომ ქართული კულტურა უნდა გავრცელდეს რაც შეიძლება და ეს უნდა გავრცელდეს ვისი მეშვეობით. ჩვენი მეშვეობით და ჩვენი მეგობრების მეშვეობით. კი ბატონო. ასე რომ რა უნდა დავიპყროთ სოციალური ჩვენი კულტური, ჩვენი სიმღერები, ჩვენი სიყვარული. გაგვიმარჯოს მე ღრმად ვსვამს რომ ჩვენ ესე იგი დიდ სიმაღლეს მივახცევთ და ყველაფერი კარგად იქნება 2026 წელი მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობიანი ყოფილიყოს უპირველესად და იმ სიმაღლებს მიაღწიოს რა სიმაღლების ჩვენ გვქონდა ოდესღაც და რა სიმაღლებზე ჩვენ ვოცნებობთ საერთოდ ეს ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ დამპყრობელი არასოდეს და იმპერიალისტი არ ყოფილვართ არასოდეს იმ დროსაც კი როცა ესე იგი დიდი სახელმწიფო ჰქონდა მაშინაც კი არ ვიყავით იმპერიალისტი და ამიტომ მე ვოცნობ დიდ სახელმწიფოზე და არა იმპერიალიზმზე
ასევე ბატონი გაიგოს და ასევე თითოეული ჩვენგანი და მოდი გავუმარჯოს საქართველოს გავუმარჯოს შემდეგი ახალი წელი მოგველოცოს ცხუმიდან და შემდეგი შობა მოგველოცოს ცხინვალიდან კი ბატონო ჩვენი აი გენეტიკური კვლევები ხანდახან ერთი ადამიანის არის აქეთ TikTokeri ერთი რა ახალგაზრდა ადამიანია რომელიც ესე იგი ასეთ რაღაცებს გენეტიკურ კვლევებზე ლაპარაკობს ხო და ასეთი რაღაცა თქვა რატო ესე იგი ეს ოსებზე დღევანდელ ოსები როგორია თავი და ოსები რო არ არიან მაგაზე მათ ლაპარაკი მაგრამ თუ უნდა იყვნენ ოსები არავინ მათ ეს არჩევანი მათია ხო მაგრამ აი რა საქართველოს მოქალაქეებია ხო საქართველოს ხო მაგრამ რას ამბობს ბიჭო აი კვართი აქ არის ჩვენ წილხვედრი ქვეყანა ვარ ეგერ 3 ის იყო რა ქვია 12 იმიდან რა ქვია მოწაფი და 3 იყო საქართველოში კაცო 5 მაგრამ 3 ხო მეუფე ანანიას დადგები კი ბატონო და პირიქით აქეთ უნდა ვიძახდნენ და აქეთ უნდა იმას გიშემოდნენ ჩვენ ქართველები ვართ არ და ქართველები არა გენეტიკურად კაცო გენეტიკურად მერტო ყველა გამოვახედოს აქეთ და სიმართლე დაანახოს უყველას და გადაგეძლებს უყველას კარგად ზანდებოდეთ მრავალ ახალ წელს შევხედრული ყავით ნამდვილად ასია და რა ვიცი აბა მე მეგონი ის რაც უნდა გვეთქვა მეგონი დღეს დღევანდელი გადაცემით მეგონი გადაცემაში ამომწურავად ვისაუბრეთ ალბათ გეგმები ძალიან დიდი გეგმები გვაქვს მომავალი წლისთვის და მომავალ წელს ალბათ უფრო განახლებულად ამ წავიყვანთ ყველაფერს და კიდე რაღაც გეგმები გვაქვს რაღაცები რომლებსაც ახლა გავაცნოთ ხო და შემდეგ წელს უკვე დავიწყებთ უფრო დიდი შემართებით იმიტომ რომ ამ წერმა გვაჩვენა რომ ესე იგი ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება და ნამდვილად გავაკეთეთ ბევრ რაღაცას ისე და ესე თქვენი მხარდაჭერი და თქვენი ესე იგი თანადგომით უდიდესი მადლობა და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის იმ სიყვარულისთვის ასიყვარულსაც თითოეულ თქვენგანისგან გრძნობთ ამას მართლა გრძნობთ თითოეულ თქვენგანისგან და ამით ვართ ბედნიერები და ჩვენი გადაცემების და ჩვენი ეს საქმიანობას სწორედ იმითია კარგი რომ ესე იგი თქვენამდე მოვიტანოთ რაღაცა და თუ თქვენგან ჩვენი ესე იგი ჩვენი ჯილდო რა არის თქვენგან არც თანხა არ გვაინტერესებს არც ჩინმედლები ყველაზე დიდი თანხა და ჩინმედალი ჩვენთვის არის თქვენი ესე იგი თქვენგან სიყვარული და ამას გრძნობთ ნამდვილად და გაგიმარჯვებთ და გადაგეძლებთ თქვენ გვიყვარდეს ერთმანეთი კი ბატონო კარგად ზანდებოდეთ მადლობა 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსრები ვარ